სანამ თბილისელები ვარჯიშობდნენ, ქუთაისელები ატლასში გადავიდნენ. იყო გამარჯვების დღეები ძალიან ბევრი ქუთაისურ ფეხბურთში. ეხლა ჩამოვყვე, თქვენი ქრონომეტრაჟი ამას არ ეყოფა. ეს იყო 60-იან წლებშიც, 70-იან წლებშიც და 80-იან წლებშიც. კონკრეტულად იგივე 90-იანი წლების მიწურულს, ანუ იმ საუკუნის მიწურულს. როცა ქუთაის ტორპედო ზედიზედ მიჯინაზე მე-20 და 21 საუკუნის სამჯერ გახდა ჩემპიონი, გახდა თასის მფლობელი. შეაბაღე დავდიოდით და ეს იყო დღესასწაული ფეხბურთში. და კაცის დღესასწაული იყო, ქვეყნის დღესასწაული. ეს არის არა დრამა, ეს უკვე ტრაგედია. და რეალურად აისახა ჩვენს მდგომარეობას. ეს არის სიტუაცია, რომელიც არსებობს საქართველოს ფეხბურთში. ეს ერთი დღის და ორი დღის განმავლობაში არ მოხდა. ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ქუთაისის ტორპედო ფაქტიურად ლიკვიდაცია განიცადა, ფაქტიურად ქუთაისის ტორპედო ვეღარ მონაწილეობდა ვერც ერთ ლიგაში და ფაქტიურად ფეხბურთი ქუთაისში აღარ არსებობდა. გამარჯვება ნორმალია, ქუთაისში ფეხბურთი არ არის. პირველი და უმთავრესი უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ქუთაისი, რომელიც გარკვეულწილად სამჭედლო იყო კარგი ფეხბურთელების და სპორტსმენების, ბოლო 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ქუთაისის ტორპედო არ ჩანდა. იგი იყო საქართველოს ფეხბურთის კვებარი. დაწოლა საქართველოს ახლა დაგადაა. ბავშვი ფეხბურთს აღარ თამაშობს. სტადიონი გამოიწვია. ამიტომ სტადიონი არის უარგისი. სტადიონი არის სახელმწიფო საკუთრება, ეს ჩვენ ახლა ავიღეთ ეს გადმოვიბარეთ ქალაქმა გადმოიბარა თვითმმართველობამ, ოფიციალურად ის სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეულწილად ეს მცირე ფინანსები და ეს ბიუჯეტი რაც ხელს გააჩნია, შესაბამისად ავაღორძინოთ ეს სტადიონი, მოვაწესრიგოთ. ვფიქრობთ, რომ მომავალ წლისთვის ამაში ჩვენ თანხებს გამოვყოთ, სპეციალურად გამოვყოთ ქალაქი თანხებს, რომ იქ ნორმალური პირობები შეიქმნას მისული მაყურებლების. გვერდში დგომა გვაქვს ჩვენი გუბერნიის ხელმძღვანელებისაგან და ქალაქის ხელმძღვანელებისაგან. მთელი ქალაქი დღეს, რა თქმა უნდა, გვერდის გვიგას ქალაქის ხელმძღვანელობა და გუბერნიის ხელმძღვანელობა იმისათვის, რომ ქუთაისში აღორძინდეს ის ძველი სტატუს კო აღდგეს, ქუთაისმა დაებრუნოს ღირსეული ადგილი და განვითარდეს ქუთაისში ფეხბურთი. შეიძლება ესეც საკმარისი არ არის, მაგრამ რაც შეიძლება ქალაქის ხელმძღვანელობა, გუბერნატორი, ქალაქის მერი, ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გუნდმა ნორმალურად ივარჯიშოს და ნორმალურად გამოვიდეს გათამაშებაში. ეხლა ამ წუთში ჩვენ დღევანდელი დღისათვის ჩვენ არაფერი პრობლემებს არ გვიქმნის ჩვენი მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა. არაფერი პრობლემებს ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ვართ ყველაფრით. აი რაც კი ჭირდება ამ წუთში გუნდს. პირველი ლიგისთვის მე მგონი საკმაოდ ძალიან კარგი პირობებია ქუთაისის ტორპედოს რაც აქვს დღეს. და უმაღლესი გადავალთ და მაგრამ უკეთესიც იქნება ალბათ. განსაზღვრული გვაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ბიუჯეტი გაიზარდოს, მაგრამ ეს უკვე გუნდზეა დამოკიდებული. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოველით ძალიან სერიოზულ წარმატებებს გუნდიდან. გუნდს აქვს დასახული მიზანი. რომელ გუნდში მიზანია დასახული, იმ გუნდში ფეხბურთელი თამაშობს. ამისათვის მე მოვედი ქუთაისის ტორპედოში, რომ გუნდს დავეხმარო გადასვლაში. მზადებით ყველანაირად მინდა მომავალ წელს გადავიდეთ და ძალიან კაი განწყობა გვაქვს.
შედეგები იქნება კარგი, თავისთავად ცხადია, უფრო მეტი იქნება ყურადღება, უფრო მეტი იქნება დაფინანსება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი მიზანი ის არის, რომ ჩვენ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ. ეს წარმატებები უკვე ამ პირველ ტურში ჩანს, პრაქტიკულად ჩვენ დაუმარცხებლად მივდივართ ამ პირველ ტურში და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გუნდი წელს, ასე რომ ვთქვათ, მომავალ წელს უნდა გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. ეს ამოცანა არის ჩვენი მიმდინარე პერიოდში და მომავალში შემდგომ უკვე ვნახავთ თუ როგორ და რაფერი გავაგრძელებთ. არის ასეთი ლაპარაკი, ბალეშიკები რაღაც ერთად მოეხმაროთ, რაღაც ახლა ვერაფერს ბალეშიკების მოხმარება არის უბრალოდ სტადიონზე მოსვლა და გულშემატკივრობა მთელი გულით და სულით. გულშემატკივარი უკვე მე-12 ფეხბურთელია. ძალიან დიდ რამეს ნიშნავს გულშემატკივარი. უდადი ხართ ეხლა სტადიონზე პირველ ლიგაში. სადმე დავით, ხმაში არა ფეხბურთი. უდორი კაცი დაგმიდროთ, უარდოთ, უარდერლაუ. ავდივარ და ყველა თამაში მოიგო კარგი. და ბედნიერები ვართ, რომ აღორძინების გზაზეა თორბეს. არა, ფედერაციიდან ხელშეწყობა უნდა მაგრამ.